Salve მეგობრებო, დღეს ვართ საკემატო ფიტნესში, East Point-ის ფილიალში. სასაუბრო არც ისე ცოტა თემაზე მაქვს, მაგრამ არა მონაცემებზე და ასე შემდგომ, არამედ ინფორმაციაზე, რომელიც ჩემი აზრით ყველასთვის მნიშვნელოვანია და აბა დავეშვით. პირველ რიგში ის თქვა, რომ დიდი ხანი არ გამიკეთებია წიაგები, ახლობით 2-3 კვირაა. ასევე ჩემს მიცელს უყურეთ. ხშირ წყლები გაქრებიან ჩემი კვების რაციონი. რადგან დიდი ხანი არ გამიკეთებია, ჯერ გავხურდები, მერე წონებს დავამატებ და დავიწყებ 100, 120, 140-ით და ეგ არის. ეხლა რაზე მინდა ლაპარაკი რა. უკვე აღვნიშნე მანქანაში. ერთხელ აღვნიშნე, რომ შემთხვევით არის ეს თემა ძალიან მნიშვნელოვანი რა. ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად როცა ვიკითხები ხოლმე რატო არ ვარჯიშობთ, პასუხი არის ხოლმე რომ აი ძალიან ვიღლები სამსახურით და საქმეებით და კიდე რომ ვარჯიში დავამატო, საერთოდ რა იქნება რა. და მინდა რომ ეს თემა გავშალო. ვარჯიში არ ნიშნავს პირდაპირ მნიშვნელობით დაღლას. აქამდე ძალიან ვიყავი კონცენტრირებული უშუალოდ კვებაზე, სწორ ვარჯიშზე, მაგრამ მოდი ახლა ავხსნათ, როგორ მუშაობს გონება, ჩვენი ფიზიკური შესაძლებლობები და როგორ უნდა იყვნენ ისინი თანხმდრაში. მოდი ავწიოთ და მერე გავაგზავნოთ. პირველ რიგში ისი ხაზგასმაც მინდა არის, რომ დღეს ადამიანების 95% არ იღლება ფიზიკურად, არამედ იღლება გონებრივით. მარტივად გავშალოთ ახლა ჩვენი თავი რო შევადაროთ შუა საუკუნეების ან პირველ ყოფილ ადამიანებს შუა დღემდეც კი მათ შეიძლება მთელი თვის განმავლობაში რა გადაწყვეტილებების მიღებაც დასჭირდებოდათ, მაგას ვიგებთ რა. ან დღის განმავლობაში ადამიანს იმდენად ბევრი გადაწყვეტილების მიღება უწევს, წარმოგიდგენთ ახლა რომ საქმეს რო თავი დავანებოთ და სამსახურს დღის განმავლობაში მხოლოდ ჩვენს ტელეფონზე რამდენი ზარი შემოდის ან გადის, რამდენი ინფორმაცია იცვლება სკროლისას, რამდენი ინფორმაციას იღებ და სოციალურ ქსელებში მესეჯებისას რამდენი ინფორმაციას გას. ამ ყველაფერზე ჩვენი გონება მუშაობს, სჭირდება ენერგია და რა თქმა უნდა იღლება. დავუმატოთ მაგას სამსახური. თუ კარგი სამსახურია ძალიან კარგი. თუ სტრესავს და არ მოხწონს, ეგეც ცალკე იღლის და დავუმატოთ მაგას ოჯახური საქმეები, მეგობრებთან საქმეები, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. საბოლოოდ დღის ბოლოს ჩვენი გონება არის გადაღლილი რა. და ეს ყველაფერი იმდენად დიოდენობით არის ეს გადაღლილი და ყოველდღიურად მეორდება. და დღის ბოლოს გონია რომ მთელი დღე მუშაობდით და ვზიდავდით ბლოკებს მაგალითად. ძალიან მარტივად ვავით. სინამდვილეში ბლოკების ზიდვა უფრო მარტივ საქმედ მოგეჩვენება, თუ შენი გონება ესე გადატვირთულად არ იფიქრებს. 27 შვილს. ხო და ეხლა მოდი აიღე ეს кейსი და ახსნე და მოარგე შენ ცხოვრებას. და დავუსვი კითხვა, გადაღლილი იმიტომ ხარ რომ ფიზიკურად ბევრი იშრომე თუ კითხვების დასმამ და ინფორმაციის მიმოსვლამ გადაგზავნა. ეს ერთი მისვლას და გადავიდეთ ზედა მკერდზე. რა გიპასუხა შემასწავლებელი? მეხდი ხო დაღლა საიდანაც მოდის. ეხლა დავიწყოთ უშუალოდ ფიზიკურ აქტივობას. ვარჯიშს რო თავი დავანებოთ, ნებისმიერი ფიზიკური აქტივობა ის განმავლობაში ორგანიზმისთვის იმდენად არის დადებითი, თუ რა თქმა უნდა ზედმეტზე არ მაქვს საუბარი. ნორმის ფარგლებში იმდენად არის დადებითი, რომ მისი დასრულების მერე დოპამინიც გამოიწვევს დარდაში. პლუს ფიზიკური აქტივობა დადებითად მოქმედებს ჰორმონებზეც, მეტაბოლიზმზეც.
შევასიოთ ამასაც. ასევე გაითვალისწინეთ, რომ შეიძლება დასაწყისში იგრძნოთ, რომ ენერგია არ ყოფნით, მაგრამ როცა მეტაბოლიზმი დარეგულირდება და ორგანიზმი იგრძნობს, რომ თქვენ ფიზიკურად აქტიური ხართ და ნელ-ნელა წინ მიიწევთ მაგ საქმეში, პირიქით ენერგიის სიჭარბეს იგრძნობთ და ასევე უფრო მხნედ იქნებით რა. უბრალოდ მაგას სჭირდება დაახლოებით 2 კვირიდან 1 თვემდე. ამიტომ ის მიზეზი რომ ვიღლები არარელევანტურია. სულ კამერასთან ის სიტყვა მეთქვა. ვიღებ ეს ერთი გამეორება და წავა. ან წოლში მეორივე დაკავებულია ეს ვივარჯიშებთ ამ ტერნაჟებს. მოგ გავაგზავნოთ სადაც გავჩერდით. ჩემი რჩევა იქნება რომ საკუთარ ხავს დააძალოთ. რაიმე აქტივობა გააკეთოს. შეიძლება ვარჯიში არ დაიწყოთ პირდაპირ არ დაიწყოთ ძიმე წონებით და რაღაცის ბავშვი, მაგრამ დაიწყეთ კარდიოთი. დაიწყეთ სიარულით, საირმობით, სურვით და ნელ-ნელა მოხდეთ რომ ენერგია მოდის. ჩემი რჩევა იქნება რომ ეხა იტყვით რომ შეიძლება შენთვის მარტივია ესე რომ იძახი გიორგი, მაგრამ სინამდვილეში არც შენთვის არ არის დილისადმი მარტივი. ეხლა მაგალითად უკვე ხვდები რომ ვეღარ ვიცავ კვებას, ამდენს ვეღარ ჭამ და ამ ბოლო დროს 5 ჭამიდან 4-ზე გადავედი, იმიტომ რომ უკვე მე-4 თვე იწყება და ძალიან სურთულია. ჩემი პირველი რჩევა იქნება რომ თუ თქვათ გონიათ რომ ენერგია არ გეყოფათ ვარჯიშისთვის, დილით სამსახურამდე ადექით. კი, შეიძლება 7-ზე, 8-ზე, ზოგ შემთხვევაში 6-ზეც მოგიწიოს ადგომა. მაგრამ ზაფხული მოდის და უფრო მარტივია დამეჯერე. ადექი 2 საათით ადრე, შენთან ახლომდებარე პარკში გადი, 3 წრი დააწყე, მეგობრულ სახლში, ცხელი არა და ცივი არა. ნელთბილი წყალი გადაივლე და წადი სამსახურში. ეს გააკეთე 2 კვირით და ენერგიის მოზღუდებას იგრძნო. იმიტომ რომ ორგანიზმი არ იწყებს პირდაპირ სტრესით. სამსახურში მიჩქარება, ასე შემდეგ და ასე შემდეგით. მაგვიძარა ყველასთვის სტრესია, მაგრამ მაგვიძარას მე ვსეირნობ, ხვდები რომ რაღაც პერიოდის მერე ეგ უკვე აღარ გსტრესობს. ეს არ გამოგდის სამსახურის მერე, როგორი გვიანის არ უნდა იყოს, სურვაზე წადი კუნთების მოდუნებაში დაგიხმარება და მე ხვდები რომ თურმე საერთოდ არ იყო შენი კუნთები დაძაბული და არ ყოფილა დაღლილი. უბრალოდ გონებრივად ხარ დაღლილი. მარტივ მაგალითს გეტყვით. როცა მიდიხარ სამოგზაუროდ. ნუ კაი, შეიძლება ამაზე რამე თქვათ, მაგრამ როცა მიდიხარ სოფელში. ვებია ბაბუას გასახმარებლად ასე შემდეგ, ხო? ეხმარები, შეშას შეხავ, რაღაც მიგაქ, მუგაქ და ფიზიკურად მე როცა ჩავდივარ, მაგალითად, სულ დაღლილი ვარ დღეს ბოლოს. მაგრამ თავს დაღლილად არ ვგრძნობ. რატო? იმიტომ რომ გონება ისე არ იღლება როგორც აქ ყოფნის დროს, მუშაობის დროს და საქმეების კეთების დროს და იქ როცა გადიხარ, გონება ამ პასუხისმგებლობებისგან ისვენებს და ფიზიკურად იღლები, თუმცა იკვებები, ენერგია გაქვს და დღის ბოლოს შენი ბედნიერების ჰორმონი გამოიყოფა, იმიტომ რომ რო შეხვალ სახში ვებია გეტყვის, რომ რა კარგი ბიჭი ხარ ბაბუას რო დაეხმარებ და მოგართმევს იმ თბილად გაკეთებულ საქმეს. და შენზე ბედნიერი იმ მომენტში შეიძლება არავინ არ იყოს, იმიტომ რომ შეგაქ ეს ერთი ბედნიერების ჰორმონი, ენერგიულად დაიცალე, მეორე ბედნიერების ჰორმონი,
ხარ ჯანსაღ გარემოში, იღებ ჯანსაღ საკვებს, როგორც უნდა თქვათ, სოფლის საკვები ყოველთვის ჯანსაღი იქნება. მერე იმ გარემოში და იმ სუფთა ჰაერში გძინავს ჯანსაღი. ფიზიკურად ვერ დაიღლებ. პირველ რიგში ფიზიკური აქტივობა არ აქვს მნიშვნელობა სად როგორ იზავთ, შეიძლება სახლში მიწად ხაროთ, ივარჯიშოთ, შეიძლება ცურვაზე წახვიდეთ, მაგრამ აქტიური უნდა იყოთ. სწორი კვება და სწორი ძილის. გონებას დაისვენებს და თქვენი ორგანიზმი. ხო, რაც შეეხება განახლებულ ვარჯიშებს, როგორც მახსოვს, მკერდის არ ამეხსნია. პირველი იყო ზედამკერდის ვარჯიშები, რომელიც გავაკეთე კიბის პრინციპით, ჯერ ჩამოვედით წონებიდან 80-70-60, შემდეგ ისევ ავედით 70-80. შემდგომ გავაკეთებ გაშლები, შემდეგ წოლჟემს ვაკეთებ, რომელსაც ვცდილობ რომ თუ ძალიან არ დამყალა ზედამკერდმა, ისევ კიბის პრინციპით გავაკეთო. ეხლა გავაკეთე მაღალი წონა, დაბალი წონა, მაღალი წონა, დაბალი წონით. კერდის ბოლო ვარჯიში, წესით კაბელებით ვაკეთებ, მაგრამ არა უფრო. ეს არის მკერდის ბოლო ვარჯიში. ამას მე გავავდივარ. შუა დელტას ვარჯიშებთ, ერთ ვარჯიშს. განახლებული ვარჯიშები განახეთ. ბოლო ერთი თვლა მოგით ვარჯიშობ, კიდე ორი თვლა და მე უკვე გადავალ ლებაზე და თავისუფალ წონებს შევამცი. ხო, რაც შეეხება დარბაზს, პირველ რიგში აღნიშნავ, რომ როგორც იქით იყო ხალიჩა ყველგან, ეხლა ფიტნესში, აქ ვაფშე ყველგან არ არის. თუმცა იმ სივრცეებში, სადაც საჭიროა, ანუ სადაც ანტენებს ატარებ, არის გამოყოფილი აქცენტი ცალკე. ტრენაჟორების სივრცეში არ არის, რადგან საჭიროც არ არის. მართალია, ბლინები დაგვაქვს, მაგრამ ცემენტია და პრობლემა არ არის. სისუფთავითაც ეს სივრცეები, რასაც ხედავ, კრევის სივრცე, გაწევლების სივრცე, თავისუფალი წონების ანტენების სივრცე და პლუს ეს ტრენაჟორების სივრცე საკმაოდ სუფთა. ერთადერთი მე მაგათი რაც არ მოგწონს ავტომატაში არის ყოველთვის ზომაში სხვადასხვა ზიგზაგშია და რა პატარა. ნუ პირველ პუნქტში 10-დან 10 ვერ დავუწყე. და მე აღნიშნე გასახდელ სივრცეებს. აქედან 9-ს დავიწყე, იმიტომ რომ ეს სივრცეების გარე რაც არის, ყველა ძალიან კარგია. შევოსიოთ ახლა ამას. ტრენაჟორების ნაწილში არის ერთ-ერთი დარბაზი, რომელსაც ძალიან ვაპატივცემ, იმიტომ რომ ისეთ ტრენაჟორებს იპოვე, რომლებიც სხვაგან არ აქვს. და ყველა ტრენაჟორი არის, შეიძლება სივრცე პატარაა და მჭიდროდ დგას, მაგრამ ძალიან ბევრი სახეობის ტრენაჟორია. და დაზიანების ხრივაც არასდროს არ მინახია, ეხლა აქ მით უმეტეს გდანის ფილიალშიც დახეული იყო ან ამ მსგავს დაჟილსიც კი არ მინახია, აქ რო გადახერცელი ყოფილი. არ ვიცი, ღებავენ თუ რა შობიან, რავი, არაფერი არ ხდება, ან ადამიანები არ გადადიან რაოდენობაში და მრავალფეროვნებაში. ორივე შიმაღლიც დაუწევ. იმღებსაც შეეხება, მართალია განსაცვიფრებელი არ არის, სტანდარტული მიღებია, თუმცა ყველაფერს იპოვით, არაფერზე არ გაწყენინებენ. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია შევახსოვთ, არა როგორც საუკეთესო, მაგრამ კარგი. შემდეგი მოდის საკემატესთვის ალბათ ყველაზე დიდი სუსტი წერტილი. ვარჯიშის დროს პირადი სივრცე და გადატვირთულობა. ეხლა შაბათია და გამიმართლა. ხალხის ცოტაა შედარებით რა. ამიტომ თავისუფლად ვარჯიშობ. თუმცა წინაზე რომ მოვედი, იმდენად გადატვირთული იყო, რომ ვერც ერთ ტრენაჟორზე და თავისუფალ წონაზე ისე ვერ მოვედი, რომ ვინმე არ ყოფილიყო რა. რამე ძალიან სპეციფიურს ვარ ვაკეთებ. ეგრეა გდანის ფილიალშიც მუდმივად ძალიან ბევრი ხალხია. ამას შეგვიძლია შევხედოთ ერთი მხრივ იმითო მაყოფილია და მოსწონს სამთავრობა და ვამართლებ ამასაც და მეორე მხრივ იმითაც რომ სივრცე შედარებით პატარაა, სივრცე მოთხოვნებთან შედარებით პატარაა. როცა ხარ ესეთ კარგი დარბაზი და თავაზობას კარგი მომსახურება, ჩემი აზრით ზომაში უფრო დიდი უნდა იყოს. ამიტომ ამ პუნქტში გადატვირთულობის გამო დავუწყე ალბათ 6-6 დავუწყებდი, მაგრამ არ გამიწევს. ტრენაჟორები
შეიძლება მჭიდროდ არის, მაგრამ გათვალისწინებულია რომ მოძრაობა გჭირდება სამწუხარო. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, სანამ შემდეგ მისვლას გავაკეთებ, რომ ეს ყველაფერი არის ჩემი სუბიექტური და ვთქვი რომ იყოს ობიექტური აზრი სხვა დარბაზებთან შედარებით და მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად თქვენთვისაც ასე იქნება. თუმცა ინფორმაციას გაცვით. დარბაზის დიზაინში, განათებაში და ვენტილაციაში ვერც ამ დარბაზს ვერ დავაფრთხებ ვერაფერს, იქიდან გამომდინარე ეტყობა რომ ნამუშევარია, მაქსიმალურად არის სივრცეები ატუსებული ისე რომ კომფორტული იყოს ყველასთვის. აქაც ძალიან ბევრგან არის სადაც შესაძლებელია ყველგანვე სარკეები, მაგრამ მათ მომწონს ხედი რომ პირდაპირ უყურებ არკირება არის, მაგრამ ხეების დგას და სივრცე ჩანს რა. განათება ძალიან კარგია. სამუშაო საათებს რაც შეეხება 12-ზე რომელიც იხურება ყველა დარბაზს, მე მაგათაც 10 საათი დავიწერ. იმიტომ რომ არსებობს line fitness რომელიც იხურება 2 საათზე, მაგრამ იმ დარბაზებს რომლებიც დილიდან საღამოს 40 საათამდე მუშაობენ, 9 ფილოს დავიწერ. ამ შემთხვევაში 9-ს, იმიტომ რომ ყველაფერი დაეწუნება ამათ სამუშაო გრაფიკს. თან ესეთი ლოკაცია აქ მომუშავე ხალხსაც სჭირდება რომ სახლებში დაბრუნდეს. შუა ქალაქში რო იყოს შეიძლება თქვა რომ 1 საათამდე რატო არ არის. ხო, ლოკერումებსაც შეეხება. აქ ვიქნები ალბათ ყველაზე კრიტიკული, იმიტომ რომ პატარაა, შეიძლება სივრცეც არ არის დიდი, მაგრამ აქ იმდენი ხალხი დადის, რომ ბევრად მეტი ჭირდება და პლუს კარები იკეტება, მაგრამ წყობაში ყველა არ არის რა. და ისეთი წესრიგი არ არის, როგორც უნდა იყოს წესი ამ დარბაზში. როგორც მის ფოიეს და ამ სივრცეს შეესაბამება მაქსიმალურად არის ათვისებული და ეტყობა კიდეც ეცადმენ რომ ყველაფერი ჩაეტიათ, თუმცა ლოკერումებსაც ვერ დაუწერ, როცა ნანახი მაქვს Vortex-ის, როცა ნანახი მაქვს Reform Fitness-ის. რაც შეეხება სივრცეებს, იმდენი სივრცე არ არის, ამდენის წინა დარბაზში იყო, თუმცა ყველა სივრცე რაც ჩაეტიეს გამოყოფილია. კარდიოსივრცე აქაც ცალკეა, მაგრამ გამოყოფილი არ არის, თუმცა ისე არის არ შეწუხდები. ანტელების ნაწილი საერთოდ ცალკე არის. ფიტნესში მაგალითად ერთად არის და ყველგან არის დაგებული ის სილიკონის ხალიჩა, აქ ცალკეა ტრენაჟერები ცალკე ანტელების სივრცე, რაც უფრო მეტი კომფორტია ჩემი აზრით და ის ხალხი აქ არ დარბის და იქით-აქეთ არ დააქვს ანტელები. მეორე პრივის სივრცე ცალკეა, გაწელობის სივრცე ცალკეა, შეიძლება მრავალფეროვნება ბევრი არ აქვს, მაგრამ 10-დან 9-ს აუცილებლად დავუწერ. რაც შეეხება დამატებით სივრცეებს, აქ ფილას არ დავაკეთებ საკემატას და 10-დან 10 დავუწერ დამატებით სივრცეებში, მხოლოდ იმის გამო, რომ მათ აქვს სალმი. და ჩემთვის და ჩემი აზრით ყველასთვის ისაც ფიტნესი უყვარს, ეგ ერთ-ერთი ყველაზე დიდი პლუსია, იმიტომ რომ ეგ არის მთავარი დეტოქსი. დღეს წელს ხო, ჯამში ამდენი იქნება არ ვიცი, მაგრამ გამოჩნდება. მე ყველას კიდევ ერთხელ დავამატებ, რომ საკემატასგან თანხას არ ვიდებ, ეს არის ჩემი სუბიექტური მოსაზრება და ვცდილობ იყოს ობიექტური როგორც მომხმარებლის. რავი, ჩემი რჩევა იქნება, რომ თუ თქვენთან ახლოს არის, მოხვდეთ საკემატაშიც. იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე კარგი დარბაზია და კეთილმოწყობილი. ყველა 10 თუ 12 დარბაზში, რომელებიც განათებული მოხდეს. რო გავული, მე უკვე average მისცემით და როგორი დარბაზები არის. იმიტომ რომ ეხლა რეფორმა და საკემატო ესე დაემთხვა, რომ ოდნავ ძალიან კარგი არის. გადავიდეთ სუპერსეტზე. დაკავებული არის სწორიც, ამიტომ მეგვიწევს სუპერსეტი ესეთ სკამზე გავაკეთოთ. თული იქნება, მაგრამ გავუქრჩავ ერთ დღით. თან წონებით დავადაბლე, რომ არ დავტყამულიყო. წერილები მიმწოდ სახაური ძალიან რა. ძალიან ყურადღებიანები არიან. მუდმივად ცდილობენ რომ აქაურობა დაალაგებული იყოს. ანტელები გლინები ყოველთვის იყოს თავის ადგილზე და რო შეხედავ, გამოხედვა ყოველთვის ესეთია, თუ დახმარება გჭირდება მოვა. არხი გამოვიწეროთ, კომენტარი დავწეროთ, სარეზერვო გავააქტიუროთ. დღეს თუ სულ ეს იყო. მადლობა რომ მიყურეთ. და შევხვდებით შემდეგ დარბაზში.